ახლა კი ვინაცვლებთ ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე მართავს ბრიფინგს. შეგვიძლია მოусმინოთ შალვა პაპუაშვილს. კოორდინირებული პარტიულ მედიას, NGO-ებსა და უცხოელ აქტორებს შორის, თუმცა კარიერებს რათვარად რეაგირებს როგორც CESCO, ასევე ჩვენ ვცდილობთ, რომ სწრაფად ქონდეს რეაქცია იმისთვის, რომ ყველა დეზინფორმაცია ვამხილოთ. პირველი შეეხება ხაშურს, სადაც გავრცელდა ვიდეო თითქოს დღეს არჩევნების დროს ხდება დარიგება გარკვეული რაღაც სარგებლის და შევეცადეთ რომ გაგვერკვია ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გაირკვა რომ ეს ვიდეო გადაღებული არის გუშინ და ტელევიზიები, პარტიული მედია და ზოგიერთი NGO ცდილობს რომ ის გაასაღონ როგორც დღევანდელი ვიდეო სინამდვილეში გადაღებული არის გუშინ და საუბარი არის სააგიტაციო მასალის დარიგებაზე და სხვა არაფერზე. შემდეგი ახალციხე მეოთხე უბანი, სადაც ასევე პარტიული მედიის მიერ გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ადგილი ჰქონდა ხმის მიცემის კონტროლს სინამდვილეში საქმე ეხებოდა ამომრჩევას, რომელსაც აქვს დაქვეითებული მხედველობა და მან ითხოვა დახმარება და გაუწიეს დახმარება ბიულეტენის შევსებისას, მათ შორის სხვა შორის ვიდეოშიც კარგად ჩანს, რომ ადამიანს უჭირს მხედველობა, ახლოდან ავსებს ბიულეტენს და გარჩევადობა რთული არის. ესეც დეზინფორმაცია, რომელიც მხილებული იქნა. შემდეგი რაც შეეხება დარღვევებს, გორში მეხუთე უბანზე ლელოს წარმომადგენელი პირდაპირ უბნის ტერიტორიაზე ეწეოდა საარჩევნო აგიტაციას, მათ შორის მედიის მონაწილეობით, ასე რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებითაც საჩივარი დაიწერება. შემდეგი საკითხი ეხება ლელოს მიერ დადგმულ კამერებს, რაც საერთოდ კურიოზი არის. პირველი, ჩვენ ნახეთ საჩივარი ლელოსი 2024 წლის, სადაც ის ითხოვს უბნების გაუქმებას, მათ შორის ერთ-ერთ არგუმენტად მოტანილი აქვს ფარულობის დარღვევა კამერების მეშვეობით და ზუსტად ის, რასაც ლელო 2024 წელს ასარჩივრებდა და უბნის გაუქმებას, შედეგების გაუქმებას ითხოვდა 2025 წელს აკეთებს თავად. თან აკეთებს თავად უფრო უხეშად. კერძოდ აღმოჩნდა, რომ ამ კამერებს აქვს ხმის ჩამწერი ფუნქცია, რაც არის კანონის დარღვევა, თუმცა და რაც მათ შორის აღიარა ლელოს წარმომადგენელმა შედგენილი არის უბანზე ოქმი, რომელშიც აისახა, რომ ლელო აღიარებს, რომ ამ კამერებს აქვს ხმის ჩამწერი შესაძლებლობა. მე შეგახსენებთ, რომ 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, მაშინ ზოგიერთ უცხოეთიდან დაფინანსებულ NGO-ს ჰქონდა პრეტენზია ქართული ოცნების კამერებთან დაკავშირებით, წელს ასეთი პრეტენზია არ მოგვისმენია არავისგან. ჩვენც არ გვაქვს პრინციპში პრეტენზია და კი ბატონო, კამერები დგას, თუმცა ხმის ჩაწერა აკრძალულია კანონით. მე მინდა ასევე დავამშვიდო ლელოს წევრები, არავინ მათ ხელს არ უშლის და არც ვითხოვთ ჩვენ რომ კამერები მოხსნან იქიდან, თუმცა საჩივრები რა თქმა უნდა დაიწერება იმისთვის რომ შემდეგ იქნას განხილული მათი ქმედებები. თუმცა გქონდეთ ეს კამერები კი ბატონო ჩაიწერონ რაც უნდა და თავისი თვალით ნახონ როგორ მარცხდებიან არჩევნებზე. საინფორმაციო თავდასხმა ასევე მიმდინარეობს ინგლისურენოვან სოციალურ პლატფორმებზე, კერძოდ X-ზე, ყოფილ Twitter-ზე, სადაც პარტიული NGO და მათ შორის უცხოელი აქტორები ჩართული არიან ქართული არჩევნების დისკრედიტაციაში. მათ შორის მარიკა მიქიაშვილი, დროას წევრი, რომელიც ავრცელებს ყალბ ინფორმაციას, თითქოს კარუსელების შესახებ და ასე შემდეგ. აქვე გეტყვით, რომ არანაირი ფაქტი მოყვანილი არ აქვს, უბრალოდ წერს, რომ აი კარუსელები ხორციელდება თითქოს. მეორე პუბლიკა, უცხოეთიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედია, რომელიც ავრცელებს ყალბ ინფორმაციას იგორ ნარმანიასთან დაკავშირებით, ანუ ეს უკვე ყველა მიხვდა, რომ ჩვეულებრივი აფერა იყო, რომელიც იგორ ნარმანიამ და რამდენიმე ახალგაზრდა ნაცმა ჩაიდინა, გუშინ დადგეს სპექტაკლი აბსოლუტურად საქართველოს მოსახლეობის თვალწინ და ასე ურცხვად აფერისტულად პირდაპირ ცდილობდნენ საკუთარი თავის დაზარალებულად წარმოჩენა და ამ ყველაფერს დღეს ეს არ არის გუშინდელი ინფორმაცია, ეს არის დღეს რამდენიმე წუთის წინ პროპაგანდისტული მედია პუბლიკას მიერ, რომელიც ბრიუსელიდან ფინანსდება, გავრცელებული დეზინფორმაცია, რათა უცხოელი მკითხველი შეიყვანოს შეცდომაში. და რაც თავარია ჩართული არიან და გამოჩნდა პირდაპირ უკვე, რომ ეს არის სრულად კოორდინირებული მათ შორის უცხოელ აქტორებთან, რომლებიც ფარველობენ რადიკალებს საქართველოში და წარმოგიდგენთ X-ზე განთავსებულ
პოსტს პოლონელი ევროპარლამენტარის, რომელიც არის ევროპული სახალხო პარტიის წევრი, იცით რომ ეს გახლავთ ნაციონალური მოძრაობის მფარველი პარტია, კრიშტოფ ბრეიჟა, თუ სწორედ გამოვთქვა მის სახელს და გვარს, რომელიც ამბობს, რომ ეს არის რუსული ოპერაცია, რომელიც საქართველოში ტარდება. აი ეს არის ზუსტად, რაზეც ჩვენ საუბრობდით, უცხოური ჩარევა ქართულ არჩევნებში, როდესაც გვესმის ხოლმე შეფასებები სხვადასხვა ჩარევაზე, აი ეხლა ჩვენ პირდაპირ ეთერში ვაკვირდებით ევროპიდან, როგორ ერევიან ქართულ არჩევნებში პოლონელი თუ სხვა პოლიტიკოსები და რა თქმა უნდა ჩვენ ამაზე ყველაფერზე გვექნება შემდეგ უკვე შემაჯამებელი მსჯელობა იმისთვის რომ შევაფასოთ ამ ჩარევის ხარისხი და მნიშვნელობა. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა თავისი კურიოზებით მოყვება და ფიქრობ ეს არჩევნები იმდენად თავს იჩენს ხაზარაძის ტელევიზია რომ ამ საარჩევნო კურიოზები მე მგონი ცალკე შესაკრები იქნება. დღეს მთელი დღეა TV პირველი ხაზარაძის ტელევიზია ცდილობს რომ რაღაცა სკანდალები ააგოროს, თუმცა მე მგონი საკუთარ თავს დასაცინად იქნიან. ერთ-ერთ ინტერვიუში მარცხნიდან რომ მოუყვეთ TV პირველი ასაკოვანი მოქალაქეს ეკითხება ვინ გთხოვათ რომ ასე გამოპრანჭული ყოფილიყავით დილიდან, ეს არის მთელი ინტერვიუს არსი, რომ ეკითხება გამოპრანჭული რატომ არის ადამიანი. მეორე ქვემოთ გახლავთ TV პირველი საგარეჯოში პურმარის რომ ეძებს და ნახა უბანზე რომ უბრის ტერიტორიაზე რომ იყო საკვები განთავსებული, მე შევახსენებ ყველა მოქალაქეებს და ეს არჩევნები ჩაივლის და რა თქმა უნდა ჩვენ უკვე გადაუხადეთ მადლობა საარჩევნო ადმინისტრაციას, თუმცა წინ არის კიდე დიდი სამუშაო. საარჩევნო უბნების წევრები დაახლოებით 30 საათი მათ უწევთ იყვნენ უბანზე. დილით 6-ზე 7-ზე უკვე ყველა არის უბანზე საარჩევნო უბნის კომისიის წევრები და 8 საათზე მთავრდება იცით არჩევნები, დათვლა მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული იცით რომ ხელითაც ხდება დათვლა, ვინაიდან საბოლოო ოფიციალური შედეგები ხელით დათვლის შემდეგ ცხადდება, ასე რომ ღამის 2-3 საათამდე ყველა შემთხვევაში მოუწევთ იქ ყოფნა. 30 საათი ათასობით კომისიის წევრი დღეს არის დემოკრატიული პროცესის მონაწილე და არ ვიცი ხა თუ ხაზარაძე აშიმშილებს თავის ჟურნალისტებს, ხა ადამიანები თუ ზრუნავენ იმაზე, სხვა შორის იქ განსხვავება ოპოზიციურ წევრსა და არაოპოზიციურ წევრსა და პროფესიულ წევრსა და პარტიულ წევრს შორის კომისიაში არ არის და როგორც ეს ადამიანური მომენტია, რა თქმა უნდა, ზრუნავენ იმისთვის, რომ დღის განმავლობაში უბნიდან გასვლა არ მოუწიოთ და ადგილზე კონდეთ შესაძლებლობა კვების. ასე რომ ესეც სამარცხვინო არის და ბოლო საკითხი კიდე რაც თვალში მოხვდა TV პირველის სიუჟეტი, სადაც წამყვანი აანონსებს, რა თქმა უნდა, დრამატული ტონით, რომ მოცნების წევრები მუხიანში დიდი ფულით გადაადგილდებიან და არიგებენ და შემდეგ ადგილზე, შემთხვევის ადგილზე გადასცემს თავის კორესპონდენტს სიტყვას, რომელსაც ყავს ოქროს მოწმე ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ამ კითხვაზე პასუხობს საბოლოო ჯამში, რომ ფული არ უნახავს, არც გადაცემა უხრავს და ხელით აჩვენებს, აი ასეთი საფულე ეჭირა და შიგნით ფული იქნებოდა სხვა რა უნდა ყოფილიყო. აი ასეთ დონეზე დაეცა ხაზარაძე რომ არათუ ჟურნალისტურ ეთიკას გადააბიჯებინა მისი ტელევიზიის ყველა წევრს, არამედ საერთოდ უკვე სასაცილო კურიოზები არის და ბოლო ამ არჩევნებზე ჩვენ გვყავს ახალი პერსონაჟი, გახსოვთ წინ არჩევნებზე თენგო რომელიც პარტია ახალისგან იყო თენგო თევზაძე, რომელიც ცნობილი იყო იმით, რომ თენგოს უნდა ეთქვა ჩვენთვის როგორ გაყავდა არჩევნები, როდესაც მას გვარამიამ სიტყვა დაუთმო და მან ერთი სიტყვა რო ვერ ამოღერღა ამასთან დაკავშირებით და დღემდე ველოდებით თენგოსგან არჩევნების გაყალბების მტკიცებას. წელს ეს საპატიო ფუნქცია დაიკისა როგორც ჩანს თაზო დათუნაშვილს, რომელიც თავისი ჩვეული, უпростоეთ თენგოს ჩვეული ტონალობით, ასე ვთქვათ, გამოდის და ბრაზობს რატომღაც ტელევიზიაში და ეს ბრაზის ტექსტი ამოვიწერეთ კიდევაც, იმიტომ რომ დარჩეს. საუბრობს იმაზე, რომ კამერებს აზიანებენ თითქოს ვინმე მათ კამერას თბილისში და უცნაურ საჩივრებს წერენ, ოღონდ არ გადავიღოთო და ახსენი რაშიც არის საქმე, თავად აქვს საჩივარი დაწერილი შარშან და ითხოვდნენ უბნების გაუქმებას კამერების გამო. ჩვენ არაფრის გაუქმებას არ ვითხოვთ, დავწერეთ საჩივარი იმასთან დაკავშირებით, რომ ხმას იწერს და ხმის ჩაწერა არ შეიძლება და მათ შორის არც გატანას არ ვთხოვთ ამ კამერებისა. იყოს საკუთარი უბედურება თვითონვე ჩაწერონ და შეინახონ შემდეგ ისტორიისთვის რომ გქონდეთ. და თითქოს საჩივრებია დაწერილი და საარჩევნო კომისიის ყაჩაღებს აქვთ გაცემული ბრძანება და კალანდარიშვილი ყაჩაღის თამადობით რა ხდება მიღება, ნუ სასაცილოა, ელექტრონულად ხდება წარდგენა
წარდგენა ელექტრონულ პორტალზე ხდება პირდაპირ ატვირთვა საჩივრების მისი მხრიდან ვინც საჩივარს წერს, ესეც სისულელი და ტყუილი და რა თქმა უნდა ახლა ტიპური ჩამონათვალი გააკეთოს, კარუსელები თითქოს არის, განზრახ გაფუჭება აპარატის და ფულის დარიგება. რა თქმა უნდა არც ერთ ამაზე არ აქვს არანაირი მტკიცებულება, ასე რომ თაზო ვფიქრობ ამ თუ კი წინა არჩევნებში თენგო იყო არჩევნების მთავარი პერსონაჟი, ამ არჩევნებში მთავარი ანტიგმირი და ასე ვთქვათ შარჟი პერსონაჟად დარჩება ბატონი თაზო დათუნაშვილი. მადლობთ. უნდა გკითხოთ ლელოსთან დაკავშირებით თქვენ დეზინფორმაციის კამპანიაზე ისაუბრეთ და ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ ლელოს პარტიაში მასტავებენ წევრები, ხო? ვრცელდება ამაზე ინფორმაცია. რა პროცესი მიდის ახლა პარტიაში, თქვენ როგორ შეაფასებდით ამას? ხედავთ რომ მთელი დღის განმავლობაში პანიკა არის ლელოში, ხედავთ რომ მისი ტელევიზია ცდილობს რაღაცა მოძებნოს, რაღაცა გამოიგონოს და არათუ ვერ მოძებნეს რაიმე. ვერც გამოიგონეს ისეთი რამე და ზუსტად აი ეს სიუჟეტები ამისი მაგალითია რომ გამოგონებაც კი არ შეუძლიათ ისეთი რაიმესი, რაც არ ვიცი, რა მიუთითებს მნიშვნელოვან რამე დარღვევაზე ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ხედავენ მისი წევრები რომ თაღლითების მიერ შექმნილი თაღლითური პარტია პარტიის კიდევ ერთი თაღლითობის მონაწილეები გახდნენ. რომ რა თქმა უნდა მათ ასეთ პირობებში წარმატების არანაირი შანსი არ აქვს, როდესაც ასეთი ტიპის პარტია არის თაღლითობაზე დაფუძნებული და განცხადებები როგორც ნახე, მათ შორის ის რომ დილით არჩევნები და საღამოც დამხობაო, როგორც ჩანს ხედავენ რომ ამ დამხობას ასე ადვილად არავინ არ გაუტარებს და არავინ არ შეხედავს და კარგია თუ კი დროზე მოვა ყველა გონს და გაემიჯნება ყოველგვარ ძალადობას. ასე რომ არ ვიცი ინდივიდუალური შემთხვევები რა არის, თუმცა აქამდე რა უნდა და საერთოდ რა უნდა პატიოსან ადამიანს თაღლითების პარტიაში ეს სხვა საკითხია. დღეს არის კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ კიდევ ერთხელ თვალი გაუსწორონ იმ თაღლითობას, რომელშიც ჩაითრია მამუკა ხაზარაძემ მისი პარტიის წევრები და თუ კი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მხოლოდ მისასალმებელია. ბატონ შალვა, მე გკითხავთ უცხოელ დამკვირვებლებთან დაკავშირებით, ისინი პირველ შეფასებებს უკვე აკეთებენ, საუბრობენ იმაზე, რომ თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი, რომ ყველაფერი წესრიგში არ მალავენ, თავიანთ აღფრთოვანებას შეიძლება ასე ითქვას. პარალელურად გვესმის აი სწორედ ამ უცხოელი დამკვირვებლების დისკრედიტაციის მცდელობა. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ეს შინიათ დამკვირვებლების შეფასების საბოლოო თუ რასთან გვაქვს საქმე? იწუნებენ ქვეყნებს, საიდანაც არიან ჩამოსულები მაგალითად. უპირველეს ყოვლისა თავარი რამე უნდა ვთქვათ, რომ თავარი დამკვირვებლები არჩევნებისა ვართ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ მივდივართ არჩევნებზე და ჩვენ ხედავთ რა ხდება, ასე რომ უპირველეს ყოვლისა საქართველოს მოქალაქეები არიან, ვინც ხედავენ რამდენად გამართულად მიმდინარეობს არჩევნები. დროის ნახევარზე მეტი უკვე გავიდა, 7 საათია უკვე გასული არჩევნების დაწყებიდან, 5 საათი არის დარჩენილი და ვხედავთ რომ აბსოლუტურად ორგანიზებული, სხვა შორის აქედანვე მინდა მე დიდი მადლობა უთხრა საარჩევნო კომისიებს აბსოლუტურად გამართულად ამ მომრჩეველზე ორიენტირებულად ორგანიზებულად მიმდინარეობს არჩევნები და შესაბამისად რა თქმა უნდა პირველი მოწმეები და დამკვირვებლები ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ რომელიც ამ ყველაფერს ვხედავთ და რაც შეეხება რადიკალების კომენტარს და პარტიული მედიების კომენტარს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მათ შორის დამკვირვებლებთან დაკავშირებით რა თქმა უნდა მათი მცდელობა არის დისკრედიტაცია არჩევნების საბოტაჟის მიზნით ჩვენ ვართ საინფორმაციო შტურმის მოწმე თქვენ როგორც ჟურნალისტებს პრინციპში უნდა გაინტერესებდეთ და მე ალბათ საინტერესო იქნება თქვენთვის რომ გუშინდელი და დღევანდელი დღე შემდეგ აიღოთ გაანალიზოთ და იქნება კარგი სახელმძღვანელო როგორ ხდება ჰიბრიდული ტაქტიკებით საარჩევნებზე თავდასხმა იქნება ჩვეულებრივ კარგი სახელმძღვანელო როგორ მოქმედებენ ჰიბრიდული ტაქტიკებით ასე რომ ესეც ამის ნაწილი არის ასე ვთქვათ დისკრედიტაცია აქტორების მოქმედი პირების იმისთვის რომ მიაღწიონ არჩევნების საბოტაჟის მიზანს მათ შორის ნახეთ ჩვენო ჩართული ყავთ უცხოელები ამ ყველაფერში და არ დაგვავიწოს ევროპარლამენტის წევრი პოლონელი ადამიანი ჩართულია ჩვეულებრივად ჰიბრიდულ ტაქტიკაში საარჩევნო პროცესზე თავდასხმის
ბატონ შალვა, მე გითხავთ აქტივობასთან დაკავშირებით, ბოლო მონაცემებით 17%-ს აჭარბებს, შეიძლება ახლა განახლდა, მაგრამ როგორი მაჩვენებელია ეს რეალურად ძირედით ნაკლებია, როცა ვნახეთ 2021 წლის არჩევნებთან მიმართებით, თუმცა ამ დროის ამ მონაკვეთისთვის როგორია ეს? 2021 წლის არჩევნები იცით, რომ თავის დროზე გამოცხადდა როგორც რეფერენდუმი და ეს ფაქტობრივად ჩატარდა როგორც საპარლამენტო არჩევნები, ამიტომ საპარლამენტო არჩევნების ხარისხის აქტივობა იყო და რა თქმა უნდა რთული შედება, თუმცა ჩვენ ნახეთ, რომ 10 საათის მონაცემებით 2021 წლის აქტივობასაც კი აჭარბებდა, ასე რომ ეს თავისთავად მიღწევა იყო ჩანს, რომ მოქალაქეები იმდენად მოტივირებული არიან, რომ მისცენ არჩევნებში ხმა, რომ ყველა ცდილობს, ასე ვთქვათ, დროულად მოიხადოს თავისი მოქალაქეობრივი ვალი. რაც შეეხება აქტივობას 2025 წელს, ვხედავთ ჩვენ 2014-17 წელს რეგულარული თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით არის უფრო აქტიური მათ შორის, უფრო მაღალი აქტივობა. ვფიქრობ, რომ ამ ფარგლებში იქნება სტანდარტული აქტივობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და ეს იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ რამდენად სწორად აზროვნებს ჩვენი მოქალაქეები და რომ ჩვენი მოქალაქეები დგანან დემოკრატიის და არა საბოტაჟის თუ ძალადობის მხარეს. აი კამერებზე რო საუბრობდით ლელოს კამერებზე თქვენ თვითონ რომ ეს არის კანონდარღვევა ხმისჩამწერი აპარატურის დამონტაჟება უბნებზე, მაგრამ ისიც თქვით რომ არაპირებთ ამას ხელი შეუშალოთ, მხოლოდ საჩივრებს დაწერთ. ეს რამდენად სწორია თუ ამბობთ რომ კანონდარღვევა? რატომ არ ზრუნავთ იმაზე? საქმე რაშია რომ მოქალაქეების უფლებები განგრძობითად აღარ ირღვეოდეს, ხო? აქ არის საკითხი, რომელიც ეხება კამერების განთავსებას, ხმის ჩაწერას, როდესაც ხდება ზოგადად ყველა ადგილას კამერების განთავსება ხმის ჩაწერის ფუნქციით, უნდა იყოს თანხმობა ან გაფრთხილება, მე მგონი რომ თანხმობაც უნდა იყოს. ამ შემთხვევაში უბნებზე ვინაიდან ტექნიკურად არც ცესკოს არასდროს არ ქონდა ალბათ ის ფიქრი რომ ვინმე ხმის ჩამწერ კამერებს განათავსებდა, იგულისხმებოდა ყოველთვის რომ არის ჩვეულებრივი ვიდეო ჩაწერა, გაფრთხილებაც არის ვიდეო ჩაწერაზე. მიუხედავად ამისა, ვნახეთ რომ ამ შემთხვევაში ხმის ჩაწერის ფუნქცია აქვს. ასე რომ მე როგორც ვიტყვი რომ რამდენიმე უბანზე თვითონ რელოს წარმომადგენელმა თქვა რომ მაშინ გათიშა თუ არ ვწდები კამერა, არ არის ჩვენთვის არ არის პრობლემა, ცესკოსთვის და საარჩევნო კომისიისთვის რამდენად არის ცალკე ამბავია, მაგრამ თუ ამბობთ რომ ეს კანონდარღვევა, თუ კანონი დადგენილი წესი არსებობს და ეს წესი ირღვევა, ანუ რა გამოდის ახლა არჩევნები მიმდინარეობს ისე რომ ამ არჩევნებში მონაწილე ადამიანების უფლებები ირღვევა? არა, ეს გულისხმობს იმას რომ არის კამერები დაყენებული, რომელიც შეიძლება არ ჯდებოდეს ეს უბრალოდ ყოველსა ჩვენ ვასაჩივრებთ, რამდენად არის ეს კანონდარღვევა ან არის საბოლოო ჯამში გადაწყვეტს საარჩევნო კომისია, თუმცა ჩვენ ვასაჩივრებთ ამას რომ ეს შეიძლება იყოს დარღვევა, მიმართავთ პერსონალ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, დაანჩენს ნახავთ ახლა, მაგრამ კიდე ერთი რა თქმა უნდა ჩვენ არ გვინდა წინასწარ განსაზღვრა არ იქნებოდა შესაძლებელი, ვთქვათ, ცესკოს ვერ გეტყვით ჩვენ მე ისიც არ ვიცი თვითონ ლელოს რამდენად გააზრებული და განზრახული ქონდა. მე უბრალოდ მე ისიც არ ვიცი რამდენად განზრახული ან გამიზნული ქონდა რომ აუდიო ჩაწერა ქონდა, ისიც არ ვიცით აუდიო ჩაწერის ფუნქცია აქტივირებული არის თუ არა, უბრალოდ კამერის სპეციფიკაციიდან მივხვდით რომ შესაძლებელი იქნებოდა აუდიო ჩაწერა. ამქედან გამომდინარე ჩვენ დავწერეთ საჩივარი, თუმცა სწორედ იმიტომ რომ თაზო დათუნაშვილს შემდეგ ნერვები არ აიშალოს, ჩვენ არ ვითხოვთ ამ კამერების გათვლას ამ შემთხვევაში. ვიცოდით რომ კამერების დაყენებას აპირებდა და მარტივად უნდა ყოფილიყო შესაძლებელი მის უზრუნველყოფა. არა, რა კამერა იქნებოდა, ხა ჩვენ რა ვიცით, ხა იმათ კამერებში ხო არც ცესკომ სავარაუდოდ არ იცოდა, იმიტომ რომ ხა ტექნიკურ სპეციფიკაციას არც ჩვენ უთანხმებთ ცესკოს ვიცით, რომ ჩვენი კამერებიც არის განთავსებული. ერთსაც გითხავთ, როგორც ხვდებით, დაგეგმილი გაქვთ დღეს ერთგვარი ზეიმის მოწყობა, ხო? რატო ერთგვარი? კი ბატონო, ზეიმის მოწყობა გაქვთ დაგეგმილი პარტიის ეზოში, ოფისის ეზოში. რა მეტი გითხარით ამ გეგმის შესახებ, ვის ვნახავთ დღეს აქ, რა შემადგენლობა მოიხდის თავს? ქართული ოცნების წევრები იქნებით მხოლოდ თუ თქვენ? არაფერი წინასწარი გეგმები რა თქმა უნდა არ გვაქვს, არის ჩვეულებრივი საარჩევნო დღე, ჩვეულებრივი საარჩევნო დღეში რა თქმა უნდა გულისხმობს ასევე რომ ჩვენ დაველოდოთ არჩევნების შედეგებს და ჩვენი მოლოდინი არის რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებში პირველ ტურში გავიმარჯვებთ და უმრავლესობას დავაკომპლექტეთ საკრებულოებში, ასე რომ ჯერ ველოდებით, ჯერ არც არ აღნიშნავთ, როდესაც რამის აღნიშნავთ, თქვენ შეგატყობინებთ. ხო, მაგრამ მზადება გაქვთ უკვე დაწყებული მის მოლოდინით რომ ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ გამარჯვებისთვის. ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ გამარჯვებისთვის. როგორ აღნიშნავთ ამ გამარჯვებას შეგატყობინებთ. თქვენ ამტკიცებთ ბატონო შალვა და თქვენი პარტიის ლიდერები ამტკიცებთ რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა არის თქვენი პოლიტიკის მხარდამჭერი და თუ ეს ასეა და ამის დადასტურება იქნება დღევანდელი
დღეს, როგორც თქვენ ამას ამტკიცებთ. რატომ არ გადაწყვიტეთ, რომ სწორედ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად აღნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება? რატომ იკეტებით ისევ პარტიის ოფისში, რატომ არ ცდება ეზოს თქვენი ზეიმი? რატო არ ცდება? მით თქვა არ ცდება. თქვენ ფიქრობთ, თქვენ მეგონი ვერ ხვდებით, რომ ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ასეთი ცენტრი ამ გამარჯვების აღნიშვნისა იქნება 64, სადაც მიდის არჩევნები ცალ-ცალკე. ეს არ არის ერთიანი არჩევნები და არ ვართ მარტო თბილისში, საქართველოს მაგრამ თბილისში ხართ მხოლოდ საკუთარი პარტიის ეზოში, ამაზე გიკითხებით. საქართველოს დიდი ტერიტორიაა და ყველა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არის არჩევნები და ყველგან ინდივიდუალური არჩევნები არის მერის და ხდება რა თქმა უნდა ამ გამარჯვებაზე ორიენტირება. თბილისში აღნიშნა რატომ გადაწყვიტეთ რომ მხოლოდ ეზოში უნდა თქვენ ახლა იმყოფებით საქართველოს მოქალაქეებს რატომ არ ხვდებით მათთან ერთად რატომ არ იზიარებთ ამ გამარჯვებას თქვენ მეგონი ვერ ხვდებით ახლა იმყოფებით ქართული ოცნების პარტიის ცენტრალურ ოფისში სად უნდა ვიყოთ გარდა ქართული ოცნების პარტიის ცენტრალურ ოფისზე როდესაც მიმდინარეობს არჩევნები ვაკვირდებით არჩევნებს აღნიშნოთ გამარჯვება მოკლედ მაშინ ასე გეტყვით თქვენ ნამდვილად არ შეგისახმებთ სად აღნიშნოთ და როგორ აღნიშნოთ არ შეუთანხმდებთ ხაზარაძეს რადიკალებს საერთოდ არ შეუთანხმდებთ არაფერს და აქედან გამომდინარე რა ვიცი თქვენ გაგიხარდება თუ გეწყინებათ არ ვიცი ქართული ოცნების გამარჯვება გეწყინება თუ გაგიხარდებათ ივანიშვილსაც ელოდებით ადგილზე თქვენ გეწყინება თუ გაგიხარდებათ ქართული ოცნების თქვენ გეწყინება თუ გაგიხარდებათ გასაგებია კარგით გისმენთ ერთი კითხვა მაქვს გამარჯობა. ჩვენ ვიცით რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტია უცხადებს ბოიკოტს დღევანდელ არჩევნებს და ვიცით რომ ამ პარტიის ამომრჩეველი არ აპირებს საარჩევნო უბნებზე მისვლას საღამოს 8 საათამდე. მაშინ რითი აიხსნება ის ფაქტი რომ აქტივობა არის თითქმის იმდენივე რამდენიც იყო 2021 წელს. ლოგიკაში თითქოს უნდა ჩდებოდეს რომ აქტივობა უნდა იყოს გაცილებით უფრო ნაკლები ვიდრე იყო. სრულად ლოგიკური არის როგორც ხედავთ ჩვენ აქტივობის ტენდენციას. თქვენ ნახეთ რომ დილის 10 საათზე აქტივობა იყო 2021 წელზე მაღალი. შემდეგ 12 საათის მონაცემებით 2021 წელზე დაბალი, თუმცა 14-17 წელს უკვე სტანდარტულ აქტივობაზე ჩამოვიდა. ზუსტად ამაში არის ახსნა, რომ ჩვენი მხარდამჭერები მობილიზებული არიან იმისთვის, რომ დროულად მისცენ ხმა საარჩევნო უბნებზე, ასე რომ ეს არის ამორჩევლის მოტივაციის საკითხი არის ეს. დაველოდოთ საბოლოო შედეგები და ნახავთ მე ვარაუდობთ რომ იქნება თვითმმართველობის არჩევნების საშუალო მაჩვენებელი მოცემული რაც თავისთავად ძალიან კარგი არის იმის პირობებში რომ ორი პარტია რომელმაც გადალახა საარჩევნო ბარიერი შარშან არჩევნებში ნუ თავად არ მონაწილეობს და შესაბამისად თავის ამომრჩეველს მოუწოდებს რომ მონაწილეობა არ მიიღოს ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა გამოჩნდება რომ მათმა ამომრჩეველმაც კი არ დაუჯერა მადლობა მაშასე უსმენდით შალვა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარე მედიის კითხვებს პასუხობდა იქამდე კი პირველმა კანონმდებელმა ისაუბრა საარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობებზე მან ასევე აქცენტი გააკეთა იმ დეზინფორმაციულ ფაქტებზე რომელიც ბოლო პერიოდში ვრცელდება კურიერის საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას 7 საათი უბნების გახსნიდან ქვეყანას საკრებულოებს და მერებს ირჩევს უწყვეტი ეთერი ქვეყნის ყველა წერტილიდან მთელი დღის განმავლობაში 8 საათამდე კურიერის გუნდთან ერთად სტუდიაში ვმუშაობთ მე იზი ბურნაძე, თამარ ურუშაძე და ავთო გვასალია 8 საათიდან დავით კაკულია და ნათია ლაზაშვილი. პირდაპირ ჩართვები თბილისიდან, სხვა თვითმმართველი ქალაქებიდან და რეგიონებიდან უახლესი ინფორმაცია და ბრიფინგები ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან. გრძელდება კურიერის საგანგებო უწყვეტი ეთერი. და ავთო დილიდან მუშაობ შენ ჩვენთან ერთად და შენთან უნდა გადმოვინაცხოთ და დავიწყოთ ეს გამოშვება უკვე შენით რომელი პარტიები და კანდიდატები მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ ერთხელ რომ გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს იზი თამარ გავაცნოთ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ჩვენს ტელემაყურებელს თუ რომელი კანდიდატები და რომელი პარტიები მონაწილეობენ მიმდინარე არჩევნებზე არჩევნებისთვის 12 პოლიტიკური პარტია არის რეგისტრირებული მათ შორის დავიწყოთ პირველი ეს არის ქართული ოცნება, ასევე შემდეგი პარტია, რომელიც ამ არჩევნებში მონაწილეობს, ეს არის გირჩი, ძლიერი საქართველო ლელო, გახარია საქართველოსთვის. ეს არის პირველი 4-ეული იმ პარტიებისა, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ, ასევე ამ არჩევნებში მონაწილეობს მამული ენა სარწმუნოება, ასეთი პარტია, კონსერვატორები საქართველოსთვის, ჩვენი გაერთიანებული საქართველო და თავისუფალი
საქართველო. ეს არის მომდევნო 4-ეული, რომელიც ამ არჩევნებში მონაწილეობს და ბოლო მესამე 4-ეული, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ეს არის საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, პარტია საქართველო, მწვანეთა პარტია და სახალხო ხელისუფლება. ახლა კი რაც შეეხება უშუალოდ კანდიდატებს, მათმა ნაწილმა წარადგინა კანდიდატები დედაქალაქში მერობის კანდიდატები და ესენი არიან პირველი კახა კალაძე ქართული ოცნებიდან, ასევე იაგო ხვიჩია გირჩიდან, ირაკლი კუპრაძე პარტია ლელო, ძლიერი საქართველო, რაც შეეხება შემდეგ სამეულს, ესენი არიან თეიმურაზ ბოკელავაძე, მამული ენა სარწმუნოებიდან, შემდეგი 3 ნომრით ზურაბ მახარაძე, კონსერვატორები საქართველოსთვის, ეს პარტიიდან და კახა კუკავა თავისუფალი საქართველო. შემდეგ კიდევ 3 კანდიდატი, რომელიც მონაწილეობს ამ არჩევნებში, ესენი არიან ოთარ ჭიტანავა საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან, გიორგი ლილუაშვილი პარტია საქართველოდან და ბოლოს გიორგი გაჩეჩილაძე მწვანეთა პარტიიდან. და როგორც იცით, თბილისის გარდა კიდევ 4 თვითმმართველი ქალაქი გვაქვს და ვნახოთ ახლა ამ ქალაქებში თუ ვინ არიან კანდიდატები. პირველი ეს არის რუსთავი და ნინო ლაცაბიძე, რომელიც რუსთავის მოქმედი მერია და ის კვლავ იყრის კენტს. ნინო ლაცაბიძე არის ქართული ოცნების კანდიდატი, რაც შეეხება მის მთავარ კონკურენტს, ეს არის თამარ კეკენაძე, რომელიც გახარიას პარტიიდან მონაწილეობს არჩევნებში. გადავინაცვლოთ ქუთაისში, სადაც ქართულ ოცნებას დავით ერემეიშვილი წარმოადგენს, რაც შეეხება მის ერთ-ერთ კონკურენტს, მთავარ კონკურენტს, ეს არის გახარია საქართველოსთვის პარტიიდან 25 ნომრით პაატა ზაქარეიშვილი და ასევე გიორგი ამაღლობელი პარტია საქართველოდან. რაც შეეხება ფოთს, სადაც არის ერთადერთი კანდიდატი, ეს თვითმმართველი ქალაქია, ეს გახლავთ ფოთის მოქმედი მერი ბექა ვაჭარაძე, რომელიც ქართული ოცნების მიერ არის კვლავ წარდგენილი. და ბოლოს ბათუმი, სადაც ქართულმა ოცნებამ გიორგი ცინცაძე წარადგინა მერობის კანდიდატად, მისი მთავარი კონკურენტი გახარია საქართველოსთვის პარტიიდან გოჩა გუგუნავა არის, ასევე კიდევ ერთი კანდიდატი, რომელიც აქ მონაწილეობს, ეს არის თამარ მიქელაძე, მამული ენა სარწმუნოება, ესეთი პარტიიდან, ზვიად კვირიკაძე, ჩვენი გაერთიანებული საქართველოდან და ასევე 42 ნომრით მონაწილეობს კახაბერ ცისკარიძე. მოკლედ აი ასე ჩვენ გაგაცანით დედაქალაქის მერობის, ასევე 4 თვითმმართველი ქალაქის მერობის კანდიდატების სია, თუ ვინ მონაწილეობს საერთოდ ამ არჩევნებში და ასევე მოგიყევით იმ 12 პარტიის შესახებ, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს 2025 წელს. მადლობა ავთო ამოწურავი ინფორმაციისთვის, დროებით დაგემშვიდობები და არა დიდი ხნით. ახლა ვისაუბროთ დამკვირვებლებზე, 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდება თვითმმართველობის არჩევნებს. პროცესს ასევე აშუქებს 73 მედია საშუალების 1000-მდე წარმომადგენელი. საქართველოში იმყოფებიან დამკვირვებლები 21 ქვეყნიდან, მათ შორის არიან როგორც საელჩოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები. მირიან გორგოძე უნდა ჩავრთოთ ახლა პირდაპირ ეთერში, ის ესაუბრა დამკვირვებლებს. მირიან, როგორ აფასებენ დღევანდელ დღეს მისიები, ამ დროის მონაცემებით რაც შეგვიძლია რომ ვთქვათ? ჩვენ გვაქვს მართლაც მთელი დღის განმავლობაში დილის 8 საათიდან მას შემდეგ რაც გაიხსნა საარჩევნო უბნები შესაძლებლობა რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან ერთად ვესტუმროთ კონკრეტულ საარჩევნო უბნებს და დამკვირვებლებთან ერთად ასევე თვალი ვადევნოთ ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ რამდენიმე 2/10-ზე მეტ ქვეყანას და ისინი წარმოადგენენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს. საქართველოში 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მათი მანდატი ნიშნავს, რომ ისინი უნდა ეწვიონ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საარჩევნო უბნებს და ასე ვთქვათ საკუთარი თვალით შეამოწმონ თუ როგორ მიმდინარეობს კონკრეტულ უბნებზე საარჩევნო პროცესი და მიღებული ინფორმაცია კი საბოლოო შედეგებისთვის და
არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხის განსაზღვრისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ დრომდე ცხადია, რომ ჰქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით სწორედ ამ დამკვირვებლებს, ვინც უკვე ჩართულნი არიან საარჩევნო პროცესის დაკვირვების პროცესში და ისინი ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ მათთვის არის ძალიან მისაღები ის კონკრეტული ნაბიჯები, რაც გადაიდგა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან, როგორც ჩვენთან საუბარში განმარტეს კონკრეტულმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა, პროცესით კმაყოფილნი არიან, რადგან საარჩევნო პროცესი არის გამართული და ყველა ამომრჩეველს, ყველა უბანზე მათივე შეფასებით აქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარი ნება გამოხატონ თავისუფლად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც მეთვალყურეობას უწევენ საარჩევნო პროცესს, აქცენტს აკეთებენ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაზე და ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველოში საარჩევნო უბნების უმეტესობაში უკვე შესაძლებელი არის, რომ სწორედ ის საარჩევნო სისტემა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ ამომრჩეველმა საკუთარი ნება დააფიქსირონ. ბუნებრივია შევხვდით იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომელთა ქვეყნებშიც უკვე არის დანერგილი მსგავსი სისტემა ხმის მიცემისთვის და ასევე შევხვდით იმ საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ საქართველოს მსგავსად ჯერჯერობით მათთან ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურა არ არის დაწყებული. ნებისმიერ შემთხვევაში დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ეს პროცესი, რომელიც თავდაპირველად გულისხმობს საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის გამოცხადებას, რეგისტრაციას და შემდეგ უკვე ხმის მიცემის პროცედურის დასრულებას, არის გამართული და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ ვართ საერთაშორისო დამკვირვებლები საფრანგეთიდან. აქ ვართ იმისთვის, რომ ობიექტურად შევაფასოთ ხმის მიცემის პროცესი. ჩვენი მიზანია ქვეყანაში დავეხმაროთ გამჭვირვალე პროცესის წარმართვას. დღეს 8 საათიდან ვიყავით საარჩევნო უბნებზე. როგორც დავაკვირდით, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს შეფერხების გარეშე. ვნახეთ, რომ სისტემა არის ელექტრონული, რაც განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენ გვაქვს საფრანგეთში. უბნებზე ყველაფერი კარგად არის ორგანიზებული. ამომრჩეველს შეუძლია 7 გარემოში დააფიქსიროს არჩევანი. საკმაოდ პროფესიონალურად მუშაობენ კომისიის წევრები. განვითარებული ტექნოლოგია გულისხმობ ელექტრონულ სისტემას ხმების ზუსტ დათვლას უზრუნველყოფს. ბუნებრივია პროცესი დასრულებული არ არის. რა თქმა უნდა და დამკვირვებლები აგრძელებენ საკუთარ უფლებამოვალეობის შესრულებას იქამდე ვიდრე არ დაიხურება საარჩევნო უბნები. გადანაწილებულები არიან ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში და აცხადებენ, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ შემოგთავაზებენ საკუთარ, ასე ვთქვათ, პირველად შეფასებებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მიმდინარეობდა მთელი დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით საარჩევნო პროცესი. მადლობა კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობდა მირიან გორგოძე. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები სხვადასხვა უბანზე დილიდან არიან განაწილებულები და საარჩევნო პროცესს ადევნებენ თვალს. მათი განცხადებით, საქართველოში არჩევნები დაცული მეთოდით მიმდინარეობს. საერთაშორისო დამკვირვებლები ამბობენ იმასაც, რომ პროცესი შეუფერხებლად და შვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მე საფრანგეთიდან ვარ, ასეთი ორგანიზებული პროცესი ჩვენთანაც არ გვაქვს. საარჩევნო უბანზე ვიყავი, ვნახე, რომ ბევრი დამკვირვებელია. ხმის მიცემის აპარატურა გამართულია, შიგნით კამერებიცაა. თითქმის გამორიცხულია რამე რომ მოხდეს არასწორად, რასაც აქ ვხედავთ, სწორედაც შეესაბამება დემოკრატიული ქვეყნის სტანდარტებს. საარჩევნო პროცესით მოხიბლული ვარ. ამომრჩეველთა ხმებს საფრთხე არ ემუქრება. უბანზე ამომრჩეველთა სრული სიაა. რაც შეეხება ხმის მიცემის აპარატს, აქ ორმაგი კონტროლი და დაცვის სისტემაა. დანადგარი ითვლის და ინახავს ამომრჩეველთა ხმებს. ეს იდეალური მეთოდია. მე ვიყავი რამდენიმე საარჩევნო უბანზე და უნდა აღვნიშნო, რომ არჩევნები მაღალი სტანდარტით მიმდინარეობს. მოხიბლული ვარ მოხალისეთა აქტიურობითაც, რომლებიც ამ პროცესს აკვირდებიან. ეს ყველა ევროპული ქვეყნისთვის მაგალითი უნდა იყოს. ჩვენ საფრანგეთიდან ვართ. ჩვენი მიზანია დავაკვირდეთ პროცესების მიმდინარეობას. გასული წლის შემდეგ ვნახეთ, რომ ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი კარგად მიმდინარეობს.
ეს კარგი ცვლა იყო მთავრობის მხრიდან, რომ არჩევნები ამ გზით ჩაატარონ. ამერიკული ხმის მიცემის აპარატის მეშვეობით. იმედი მაქვს საქართველოს 7 გარემოში ჩაატარებს არჩევნებს. შემიძლია ვთქვა, რომ საარჩევნო უბნები გამართულად გაიხსნა. ხმის მიცემა ნორმალურ გარემოში მიმდინარეობს. ამორჩევლები აფიქსირებენ საკუთარ ნებას. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც აქ არიან და ისინი საკმაოდ კომპეტენტურები არიან. სიმართლეა, რომ საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებს ატარებს. თავისუფალ, სამართლიან, კონკურენტულ, გამჭვირვალე და უსაფრთხო პირობებში, როგორც მსოფლიოს სხვა ნამდვილი დემოკრატიები, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. როგორ მიმდინარეობს არჩევნები თვითმმართველ ქალაქებში? ბათუმში 90 საარჩევნო უბანია გახსნილი, საიდანაც 89 ელექტრონული ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. ერთი კი პენიტენციურ დაწესებულებაში გამონაკლისი წესით შექმნილი უბანია, სადაც არჩევნები ტრადიციული მეთოდით იმართება. რეგისტრირებულია 9 პარტია, მერობისთვის კი 9 კანდიდატი იბრძვის. ზღვისპირა რეგიონში მუშაობს კურიერი სიმონ შანავას ვრთავთ პირდაპირ ეთერში. სიმონ, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო დღე ბათუმში? დიახ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბათუმში საკმაოდ აქტიურად და მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობს. ამომრჩევლები დილიდან მიდიან უბნებზე იმისათვის, რომ მხარი დაუჭირონ მათთვის სასურველ კანდიდატს. 3 საათის მონაცემებით 42,004 ამომრჩეველმა უკვე მიიღო მონაწილეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 26,7%-მა მიიღო უკვე არჩევნებში მონაწილეობა, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, 90-ვე უბანზე საკმაოდ აქტიურად და მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, არ ყოფილა არანაირი ექსცესი, არც ასევე წყობრიდან არ გამოსულა ის ტექნოლოგია, რომლითაც მიმდინარეობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ასევე 3 საათის მონაცემებით საკმაოდ მაღალი აქტივობა არის დაფიქსირებული ბათუმში. ტექნიკურად გამართული გვაქვს უბანზე ყველაფერი. არანაირ საჩივრებს და პროვოკაციებს არ ქონებია ადგილი, შვიდად სტაბილურად მიმდინარეობს პროცესი. არჩევნები ყველა საარჩევნო უბანზე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, განცხადებები და საჩივრები წარმოდგენილი არ არის. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ამ ტიპის არჩევნებისთვის საკმაოდ მაღალი აქტივობა. საარჩევნო პროცესი დღეს შეაფასეს ქართული ოცნების ოფისში, ბათუმის ოფისში, სადაც ისაუბრებს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ დემოკრატიულად მიმდინარეობს 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ასევე ოპოზიცია პროვოკაციაში დაადანაშაულეს. ბათუმში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, თუ არ ჩავსვით რამოდენიმე პროვოკაციულ შემთხვევას. ამ წუთის მდგომარეობით 20%-მდე ამომრჩეველმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, ეს ნიშნავს მაღალ აქტივობას და მაღალი აქტივობის შემთხვევაში მოგეხსენებათ, რომ ქართული ოცნება ყოველთვის დამაჯერებლად იმარჯვებს. პროვოკაციული ქმედება, მაგალითად, ერთ-ერთი ოპოზიციონერი აქტივისტმა ორჯერ სცადა ხმის მისცემა ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ბათუმში, პირველი შემთხვევის შემდეგ მეორედ აღარ შეუშვეს უკვე საარჩევნო უბანზე, რეაგირება გააკეთა საარჩევნო უბნის კომისიამ, ეს ადამიანი არის იდენტიფიცირებული და შესაბამისად ფიქსირდება, რომ ეს არის ოპოზიციის აქტივისტი. ბათუმში ჯამში 90 უბანია გახსნილი, რეგისტრირებულია 157,400-ზე მეტი ამომრჩეველი. ამ უბნებიდან 89 უბანში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, ხოლო ერთი უბანი, რომელიც გახსნილი არის სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში, იქ ტრადიციული მეთოდით მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი. მადლობა სიმონ შანავას, რომელიც ბათუმიდან გვიყვება თუ როგორ მიმდინარეობს არჩევნები ზღვისპირა რეგიონში. ახლა კი გადავინაცვლოთ ქუთაისის საარჩევნო ოლქში, სადაც გახსნილია 76 საარჩევნო უბანი. კიდევ ერთი უბანი ქუთაისის ნომერ მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში განთავს და ხმის მიცემის საშუალება აქვს რეგისტრირებულ 152,929 ამომრჩეველს. მერობისთვის აქ 3 კანდიდატი იბრძვის, იმერეთის მასშტაბით კი 400-ზე მეტ საარჩევნო უბანზე არჩევანს 9 მილიონზე მეტი ადამიანი გააკეთებს. ქუთაისში მუშაობს კურიერის კიდევ ერთი გადამღები ჯგუფი, ლევან ფანცხავა ახლა პირდაპირ ეთერში. ლევან, რა ვითარებაა საარჩევნო უბნებზე?
დიახ, ჩვენ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ განახლებული ინფორმაცია 59 საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან, სადაც გვეუბნებიან, რომ საკმაოდ მაღალია აქტივობა. 35,000-ზე მეტი ამომრჩეველი უკვე მივიდა 77 საარჩევნო უბანზე. კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ დროისთვის ერთი საჩივარია დაწერილი და ეს ეხება პროცედურულ დარღვევებს, რაც გავლენას ვერ იქონიებს არჩევნების საბოლოო შედეგებზე. რაც შეეხება აქტივობას, როგორც გითხარით, საკმაოდ მაღალია ქუთაისში აქტივობა, გახსნილია 77 საარჩევნო უბანი, აქედან ერთი განთავსებულია ნომერ მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში და ქუთაისში საკუთარ პოზიციას დღის ბოლომდე 153,000-მდე ამომრჩეველი დააფიქსირებს. საარჩევნო უბნებზე ხმისმიცემის პროცესი მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობს. 35,129 ამომრჩეველი გვყავს ამ დრომდე. ეს არის 22.98% ჩვენი ამომრჩეველისა. რაც შეეხება საჩივრებს, მხოლოდ ერთი საჩივარი შემოვიდა ოლქში ამ დროისთვის. უბნებზეც არ არის საჩივრების რაოდენობა მაღალი. რაც შეეხება იმერეთის რეგიონს, იმერეთში გახსნილია 400-ზე მეტი საარჩევნო უბანი, 9 მილიონზე მეტი ამომრჩეველი დააფიქსირებს 8 საათამდე საკუთარ პოზიციას. ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ვიმყოფებოდით წყალტუბოში, სადაც ხმა მისცა წყალტუბოს მერობის კანდიდატმა გენადი ბალანჩივაძემ. მან თქვა, რომ საკუთარი არჩევანი გააკეთა მშვიდობის სასარგებლოდ და იმის სასარგებლოდ, რომ წყალტუბო ხვალ იყოს უკეთესი. ხმა მივეცი რა თქმა უნდა მშვიდობას და წყალტუბოს წინსვლას სიკეთეს. ეს არა მარტო წყალტუბოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით დარწმუნებული ვარ, რომ 100%-ით გაიმარჯვებს ქართული ოცნება და ზუსტად ის არის ის მიმართულება, რისთვისაც ბრძოლობთ ქართველი ერი და მე მზად ვარ არა მარტო წყალტუბოსთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით რაღაც მონაწილეობა წყალტუბომაც შეიტანოს სამდით გამარჯვებაში. ქუთაისის მერობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის ქალაქში საარჩევნო პროცესს აკვირდებიან საერთაშორისო დამკვირვებლებიც და ჩვენ მოგვიანებით უკვე მათ განცხადებებსაც შევთავაზებთ კურიერის მაყურებლებს. მადლობა ლევან ფანცხავას, რომელიც ქუთაისიდან გვაწვდის განახლებულ ინფორმაციას და ახლა უნდა გადავინაცხოთ ცესკოში, სადაც მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი იწყება, შეგვიძლია მოусმოთ პირდაპირ ეთერში. 15 საათის მდგომარეობით აქტივობა შემდეგია. საარჩევნო უბნებზე მოვიდა 991,651 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28.22% შეადგენს. კენჭისყრა ძირითადად მშვიდ და პროფესიულ გარემოში მიმდინარეობს, ფიქსირდება ცალკეული ინციდენტები, რაც ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების მიმდინარეობაზე. რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩართულმა მხარეებმა იციან საჩივრების წარდგენის პროცედურები, გვესმის დაუსაბუთებელი ბრალდებები კიდევ ერთხელ შეგვიძლია განვარტოთ, რომ საჩივრების დაწერას აქვს შესაბამისი პროცედურები და ეს პროცედურები აუცილებლად უნდა იყოს დაცული. ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 5 საჩივარი, რომელიც ძირითადად შეეხება შემდეგ საკითხებს. ეს საკითხებია ფოტო-ვიდეო გადაღების წესის დარღვევა, კენჭისყრის შენობის მოწყობის წესის დარღვევა, საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლების აღრიცხვა. მადლობა ყურადღებისთვის. დიახ, სწორედ ამაზე ვსაუბრობდი ახლა, რომ საჩივრის დაწერას აქვს შესაბამისი პროცედურები. იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი პირები საარჩევნო უბანზე დაწერენ საჩივარს და აღნიშნულ საჩივარზე თავმჯდომარე არ მოახდენს დაუყოვნებლივ რეაგირებას, შეუძლია უფლებამოსილ პირს აღნიშნული საჩივარი შეიტანოს საოლქო საარჩევნო კომისიაში. ბუნებრივია, ჩვენ ცენტრალური საარჩევნო კომისია გაგვით ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიაში შესული საჩივრების შესახებ. ამ დრომდე აღნიშნული საჩივრები ოლქში არ იყო წარდგენილი, უბნებზე შესაძლებელია და ეს არის საარჩევნო პროცესის თანდევი საჩივრები. ამაში ახალი არაფერი არ არის, საჩივრები არ არის ტრაგედია, საჩივრები უნდა დაიწეროს თუ არის ჯანსაღი გარემო და აუცილებელია რომ ამ საჩივრებზე კომისიის თავმჯდომარე მოახდინოს რეაგირება.
მაგრამ მეორეს მხრივ თუ საარჩევნო უბანზე არ დაკმაყოფილდა საჩუარი, რეაგირება არ მოახდინა თავმჯდომარემ აღნიშნული უზუსტობის თუ გადაცდომის აღმოსახრელად, ასეთ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიაში იწერება საჩუარი. ეს ძალიან კარგად იციან ჩართულმა მხარეებმა. დიახ. რადიო მარნეული აუცილებს კადრებს, ასეთი წარწერით მარნეულის რომელ მეშვიდე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი ადმინისტრატორი მოქალაქეებს მიმდიდებს თუ ვის მისცეს ხმა. მე მაინც თუ შეისწავლოთ ეს კომისია. შევისწავლეთ ეს კადრები. შევისწავლეთ აღნიშნული კადრები. თქვენ იცით რომ ხმის მიცემის პროცედურა არის ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი. იცით რომ მას შემდეგ რაც გამოცხადდება ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე და გაივლის შესაბამის პროცედურებს რეგისტრატორთან, მას გადაეცემა ბიულეტენი, გადაეცემა სპეციალური ჩარჩო კონვერტი და ვიდრე ის გადაინაცვლებს ფარული კენჭისყრის კაბინაში, რეგისტრატორი მას ადგილზე აფერადებინებს საცდელ წრეს და ასევე უმარტავს თუ რა წესით უნდა მისცეს ხმა მისთვის სასურველ კანდიდატს. შესაბამისად, ეს არის მათი ფუნქცია, რომ ამომრჩეველს კარგად აუხსნან ხმის მიცემის წესი, აღნიშნული წესი ასევე გამოკრულია საარჩევნო უბანზეც, შესაბამისად ამაში არაფერი არ არის განსაკუთრებული. პირიქით ეს მათი მოვალეობა, ისინი ვალდებულები არიან, რომ ამომრჩეველს აღნიშნული წესი შეახსენონ, ვიდრე გადაამისამართებენ ფარული კენჭისყრის კაბინაში. ასე რომ ისინი არ არღვევენ კანონს, ისინი მიყვებიან ინსტრუქციას ნაბიჯ-ნაბიჯ, რომელიც არის დადგენილებით დამტკიცებული, მათ აქვს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო და აი ამ სახელმძღვანელოს ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვებიან და აღსრულებენ მათთვის დაკისრებულ ფუნქციას მაღალ პროფესიულ დონეზე. გაუგენეთია, კი პასუხის კოლეგის კითხვას. დიახ. ნორმალურად საჩუქრთან დაკავშირებით, თუმცა ასეთი ბრალდება გაისმა ნელ-ნელა, რომ ჩვენ გვაქვს შეგრძნება, რომ დირექტივა არის CSGO-დან, რომ მაქსიმალურად ხელი შეგვიშალო მონებზე საჩუქრების დაწერაშიო. ის რაზეც საუბრობს გახარიას პარტია, ეხება დამკვირვებლებისთვის ხელოვნურად შექმნილი არის ბარიერები, რომ რაც მაქსიმალურად შეუძლოთ ადგილზე გადაადგილებოდა, შეუძლებელს ხდისო ეს ბარიერები დამკვირვებლებზე დროულ რეაგირებასო, რას უპასუხებთ ამ პროპაგანდას. კი ბატონო. ჩვენ მოუწოდებთ საუბნო საარჩევნო კომისიას, რომ დაუყოვნებლივ მიიღონ და დაარეგისტრირონ განცხადება საჩუქრები, რომელიც არსებობს და მასზე მოახდინონ დაუყოვნებლივი რეაგირება. მადლობა თუ კითხვები არ არის დაგემშვიდობებით. მაშასე უსმენდით CSGO-ს პრეს-სპიკერს ნათია იოსელიანმა შეაჯამა 15 საათისთვის არსებული აქტივობა, მისი ინფორმაციით 991,651 ამომრჩეველი უკვე მივიდა საარჩევნო უბანზე და გამოხატა საკუთარი ნება. ეს არის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 29%. ასევე CSGO-დან გავიგეთ, რომ ამ დროისათვის არჩევნები 7 ვითარებაში მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით. ახლა კი უნდა ვისაუბროთ საპროტესტო აქციის სამზადისზე. ოპოზიციის ნაწილი საკუთარ გეგმებზე საუბრობს. შეკრების ორგანიზატორების მხრიდან ბოლო პერიოდში მუდმივად ისმოდა განცხადებები და მოწოდებები ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით. მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ აფრთხილებს ყველას, რომ ნებისმიერ კანონდარღვევას პასუხი გაეცემა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებაც მოჰყვება. ლიკა ალელიშვილი მუშაობს რუსთაველის გამზირზე. ბოლო დეტალებს მისგან მოვისმენთ. ლიკა, როგორია ოპოზიციის გეგმები, რას აცხადებენ ისინი? იზი, ოპოზიცია გეგმის დეტალებთან დაკავშირებით მედიასთან არ საუბრობს, ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ელოდებიან საკუთარ მხარდამჭერებს, რომლებიც უნდა მოვიდნენ თავისუფლების მოედანზე და შეიკრიბონ. საპროტესტო აქცია არის სწორედ თავისუფლების მოედანზე დაანონსებული, უბრალოდ აქამდე დაანონსებული იყო პარლამენტის შენობის წინ, თუმცა დღეს დილით ოპოზიციის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ პროტესტს გადმოენაცვლა და მთავარი ეპიცენტრი ყოფილიყო თავისუფლების მოედანზე. აქ იმყოფებიან დილიდან როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრები, ასევე გვარამიამელიას კოალიციის წარმომადგენლები. ჩვენ ვესაუბრეთ მათ და ისინი ამბობენ, რომ გეგმაზე დეტალურად ვერ ისაუბრებენ, რადგან ამ გეგმას გაახმოვანებს პაატა ბურჭულაძე, ოდნავ მოგვიანებით, იქამდე კი ოპოზიციის წარმომადგენლები რჩებიან თავისუფლების მოედანზე, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჯერჯერობით მათი მხარდამჭერები აქ არ მოსულან.
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს არჩევანი, ან გახდეს რუსული სპეცოპერაციის თანამონაწილე და მივიდეს ეგრეთ წოდებულ საარჩევნო უბნებთან, რომელსაც სინამდვილეში საარჩევნო პროცესთან არაფერი აქვს საერთო, ან მოვიდეს აქ თავისუფლების დასაცავად, თავისუფლების მოედანზე. დარწმუნებული ვარ, უამრავი საქართველოს მოქალაქე და განსაკუთრებით უამრავი ახალგაზრდა გამოვა სწორედ თავისუფლების მოედანზე, თავისუფლების დასაცავად. ქართველებს აქვს ერთადერთი გეგმა, მოვიდეს თბილისში, ჩამოვიდეს თბილისელი, გამოვიდეს თბილისში, სხვა ქალაქებიდან, დიდი პატარა ქალაქებიდან ჩამოვიდნენ თბილისში, გაამაგრონ ერთმანეთი და მშვიდობიანი რევოლუციის ერთიანი ფერხულით გავისტუმროთ ივანიშვილი ხელისუფლებიდან. მთელი რუსთაველის გამზირი არის მთავარი ეპიცენტრი. რუსთაველის გამზირი არ არის რაღაც გეოგრაფიული თუ როგორ გითხრათ დანუმრიანება კორპუსები. რუსთაველის გამზირი ქართველი ერისნობიერებაში არის თავისუფლების მოედანიც, რესპუბლიკის მოედანიც, თავად რუსთაველის გამზირიც, ამიტომ ეს სივრცე ქართველი ხალხის არის. დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება, რა თქმა უნდა, მმართველ გუნდშიც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად დღეს გეგმავენ პროვოკაციებს, თუმცა აქციის მონაწილეებს ხელისუფლება მოუწოდებს არ დაარღვიონ კანონი, რადგან ყველა კანონდარღვევა იქნება დასჭილი და აღკვეთილი. იქნება მცდელობა პროვოკაციების, ძიმე პროვოკაციებისაც, რაოდენობის ხალხიც არ უნდა შეეკრიბოს დღეს. განსაკუთრებით ეს გაცილებით უფრო მცირე იქნება, ვიდრე ხალხისა, რომელსაც ქვეყნის გადარჩენა სურს და მისი განვითარების მომხრეა. აქედან გამომდინარე, საზოგადოების დიდი ნაწილი, როცა გირჩევს, გავალებს კიდევაც, რომ უზრუნველყო ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობა. აქედან გამომდინარე, საკმაოდ გამართული, პროფესიონალი, მოტივირებული სამსახურები უზრუნველყოფენ იმას, რომ ქვეყანა არ განვითარდეს იმ გზით, რასაც ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა გვემუქრება. ჩვენ ძალიან ხიზლად უნდა ვიყავთ, ვინაიდან რადიკალური ძალები გეგმავენ რაღაცა ტიპის პროვოკაციებს მთელი დღის განმავლობაში, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენი სამართალდამცავი უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ისინი ფლობენ ინფორმაციას, აღკვეთილი იქნება აბსოლუტურად ყველანაირი ძალადობა, რასაც დააპირებენ რადიკალები და ყველას ვაფრთხილებთ, რომ აბსოლუტურად ყველას აქვს გაპროტესტების უფლება და შეუძლიათ წლობით აპროტესტონ თუ რაიმე არ მოწონთ ამ ქვეყანაში და არავინ მათ ხელს არ შეუშლის. ამისი ნათელი მაგალითია, როდესაც 30-40 ადამიანი კეტავს ცენტრალურ გამზირს, რუსთაველზე მაქვს საუბარი და მე არ ვიცი ასეთი მაგალითი თუ რომელიმე სხვა ქვეყნის დედაქალაქში ხდება ხოლმე. თუმცა ყველას ვაფრთხილებთ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეეცდება, რომ სიტუაცია დაძაბოს და გაცდეს კანონის ფარგლებს, ის იქნება იდენტიფიცირებული და დაიჯდება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით. პროტესტის ოფიციალური ნაწილი წესით რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს, თუმცა აქციის მონაწილეები ჯერჯერობით თავისუფლების მოედანზე არ მოსულან, თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობაც ჯერჯერობით შესაბამისად არ არის შეზღუდული. მადლობა ლიკა ალელიშვილს, რომელმაც ოპოზიციის გეგმების შესახებ მოგვაწოდა ბოლო ინფორმაცია. ძალადობას სახელმწიფო პასუხს გასცემს, საცხადებენ სახელმწიფო პარტიაში და აქციის ორგანიზატორებს აფრთხილებენ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ფარგლებს. ოპონენტების გეგმებზე ისაუბრა დღეს მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძის განცხადებით, როცა მმართველი პარტიის რეიტინგი 65%-ია, ჭკვიანმა ადამიანმა არ უნდა იფიქროს დამხობაზე და რევოლუციის მოწყობაზე. საინფორმაციო თავდასხმებზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აცხადებს, რომ ოპოზიციისა და მესამე სექტორის მხრიდან არჩევნების საბოტაჟი ხდება. ერთადერთი, ასე ვთქვათ, შეფერხება და უფრო მეტი ტემპით რო არ ვითარდება საქართველოს, ეს არის გარედან მართული რადიკალების ქმედებები. ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დიდხანს ვერ გაგრძელდება. საქართველოს საზოგადოება არის საკმაოდ ბრძენი. კიდევ ერთხელ მოუწოდებ, რომ ის გამოცდილება, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ შეიძინა, ის მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარების ტემპები ყველასთვის მისაბაძი არის და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სახელმწიფო არის დღეს ძალიან ძლიერი, ისეთი როგორც არ ყოფილა არასდროს, ამიტომ ყველა ინსტიტუციას აქვს თავისი ვალდებულება და პასუხისმგებლობა და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა შეასრულებს თავის სახელმწიფოებრივ მოვალეობას და ვალდებულებას და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ყველას გვაქვს ჩვენთაგანს პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა და
კიდევ უფრო მეტად დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, გამთლიანება და კიდევ უფრო მეტად წინსვლა. აქციას რაც შეეხება, თქვენ ძალიან კარგად ვნახავთ, როგორც ჩაივლის ბატონი ბადა ბურჯულაძის მიერ დაანონსებული, ეგრეთ წოდებული დამხობის აქცია. ერთადერთი კიდევ ერთხელ გამიმეორებ ჩემს გაფრთხილებას, ვინმეს არ წაუწდეს ხელი კანონის დარღვევაზე და არ დაუწდეს ფეხი ამ კანონზე. ეს არის ჩემი ერთადერთი გაფრთხილება. თუ ჩაივლის მშვიდობიანად, ხომ კარგი, თუ შეეცდებიან ძალადობაზე გადასვლას, მიიღებენ ამაზე რა თქმა უნდა პასუხს. სრული მობილიზაციის პირობებშიც კი დღეს ოპოზიცია იქნება ძალიან სუსტად წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, მათ წარმოდებას არავითარი პერსპექტივა არ აქვს. დღეს ნახავთ, რომ დაახლოებით მილიონი ჩვენი თანამოქალაქე მხარს დაუჭერს ქართულ ოცნებას და ნახავთ, რომ ამაზე გაცილებით და გაცილებით ნაკლები ადამიანი, 100-ჯერ და 200-ჯერ ნაკლები ადამიანი შეიკრიბება დღეს რუსთაველის გამზირზე. ამას საზოგადოება ხედავს, როცა ჩვენი რეიტინგი არის 65%, როგორ შეიძლება ჭკვიანმა ადამიანმა იფიქროს დამხობაზე და რევოლუციის მოწყობაზე. დაანონსებული აქვს რადიკალურ ოპოზიციას და NGO-ებს, რომ ისინი აპირებენ საბოტაჟს არჩევნების, მათ შორის იცით, რომ ნაცმოძრაობის ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი ციხეში არის დღეს იმბრალდებით, რომ ის მოუწოდებდა უბნების დარბევა. მიმდინარეობს არჩევნები, 7 ვითარება არის, ძალიან კარგია, რომ ვერ ბედავს ჩაიდინოს სისხლის სამართლის დანაშაული. გუშინ პრემიერმა ძალიან მკაფიო თქვა, თუ რამდენად მძიმე არის ეს ასეთი ტიპის დანაშაული, რა თქმა უნდა, ყველა ასეთ შემთხვევას გაეცემა შესაბამისი პასუხი. გუშინ წინ ნახეთ, არის საინფორმაციო შტურმი. აი ხო ხსმენია სხვადასხვა არჩევნებზე საინფორმაციო თავდასხმები. აი ორი დღე არის ვაკვირდებით საინფორმაციო შტურმს, რომელშიც მონაწილეობენ პარტიები, fake media და NGO-ები, იმისთვის რომ თავს დაესხან დემოკრატიულ არჩევნებს. ჩვენ ამას ყველაფერს აღურიცხავთ, ხედავთ რომ გვაქვს ძალიან სწრაფი რეაგირება. მე მინდა მადლობა გადავხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და დღესაც ასევე მოწოდებული იქნება, რომ სწრაფად ყველა საკითხთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია მისცეს საზოგადოებას. საზოგადოებას კი მიმართავ, რომ ეს არის საინფორმაციო დღეს ხედავთ ჩვენ, რომ არის გარედან ორგანიზებული და მხარდაჭერილი საბოტაჟი ქართული არჩევნების, ამიტომ ყველა ვიყოთ ფხიზლად იმ საინფორმაციო შტურმის პირობებში, რაც ახლა ხორციელდება. დღეს ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტრო მობილიზებული არის იმისთვის, რომ უსწრაფესად იყოს რეაგირება ყველა საკითხთან დაკავშირებით და ჩვენც რა თქმა უნდა პარტიის მხრიდანაც გვექნება ძალიან აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან. გრძელდება თვითმმართველობის არჩევნები და გრძელდება კურიერის უწყვეტი ეთერი, თუმცა რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დროებით.